ფიქრობ საერთო ოპოზიციურ ბრძოლას აგვაცილა, იმიტომ რომ საერთო ოპოზიციური ბრძოლა არის ივანიშვილის დამარცხება, რუსული რეჟიმის დამარცხება, რომელიც ძალადობს თითოეულ ჩვენგანზე, მათ შორის ჩვენზე და ჩვენი პარტიის ლიდერები მამუკა ხაზაძე, ბადრი ჯაფარიძე ახლა საპატიმროში სხედან და ეს მათ შორის სრულიად გააზრებული ბრძოლის შედეგი იყო. ბადრი ჯაფარიძე 3 დღით ადრე დაბრუნდა ევროპიდან და ჩვენ გვყავს ორი უძვირფასეს ჩვენ თანამებრძოლი ვეფხია კასრაძე, საოცარი ადამიანი და პატრიოტი საპატიმროში, ასევე ვასილ კაძელაშვილი, ადამიანები, რომლებიც ბევრი წლიან პატიმრობაში გაუშვა ქართულმა ოცნებამ და ვიცით სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც გამოიტანს. ვეფხია, ვასო, მამუკა, ბადრი, ეს ადამიანები, რომლებიც ამ ბრძოლაში არიან და მხარს უჭერენ მათ შორის ჩვენი ბრძოლის საერთო სტრატეგიას ბრძოლა საგაცილაში ვიგულისხმი, ანუ ის რომ არიყავით იმ დღეს და თქვენივე სტატუსი გასაგები მიზეზის გამო, იმიტომ რომ თუ ბოიკოტის ეს არჩევნების ბოიკოტის საკითხი არის წამყვანი საკითხის აქციის, იქ თუ მთავარ პოლიტიკურ მოთხოვნას არ ვეთანხმები, რა თქმა უნდა იმ აქციაზე არ ვიქნები, მაგრამ ჩვენ ვიქნებით ყველა იმ აქციაზე, შესაძლო აქციაზე, სადაც იქნება პოლიტპატიმრების თავისუფლება, მთავარი საკითხი, სადაც იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა, მთავარი საკითხი. ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ყველა აქციაზე ვიქნებით, რომ რა პოლიტიკურ მოთხოვნებსაც დავეთანხმებით. ამას ძირითადად ვეთანხმებით. არ ვიცი, იქ არიან ხო, არიან რადიკალური მხარეს, რომელიც ამბობს, რომ არა შენი ადგილი აქ არ არის ესეთი ნაწილიც და მეორე ნაწილიც არის, რომ სულად რაციონალურად იაზრებს, რომ ჩვენ საერთო ბრძოლაში ვართ, მიუხედავად ჩვენი სტრატეგიული განსხვავებისა. გულწრფელად გეტყვით, არავის არ აქვს უფლება ჩვენ აგვიკრძალოს სადმე დგომა მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩემი მაგალითი 5 წლის განმავლობაში 3 მანდატზე ვთქვი ვარ, 2 საპარლამენტო, 1 ბათუმის საკრებულო, ისე რომ არც ერთ სხდომაზე არ ყოფილი ვარ, ბათუმის საკრებულოზე პირველივე სხდომაზე მივედი და გადავხიე მანდატი. მამუკა ხაზარაძე მაშინ თქვა უარი საპარლამენტო მანდატზე, როცა ემუქრებოდა 9 წლიანი მუხლის სპეციალურად, რომ საზოგადოების ეჩვენებინა, რომ მანდატი მისთვის არ იყო იმუნიტეტი, დაცვის გარანტია. ბადრი ჯაფარიძე ერთი იარაღით გამოაძევეს პარლამენტიდან, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი იყო ბადრი ჯაფარიძე, ყველა იცის მგონი საზოგადოებამ 91 წელს და მეორეჯერ ქართულმა ოცნებამ გამოაძევა წითელ ღილაკზე ხელის დაჭერით. ამ ადამიანების ერთობა ვართ, რომელიც წლების განმავლობაში ვიბრძვით 13 წელია ინგა ქუჩაში ვდგავარ. 10 კაციან, 2 კაციან, 1 კაციან აქციებში მიმიღია მონაწილეობა. მარტო როცა ვიდებით და თქვენი პოზიციებიდან გამომდინარე და ყველაფრის გათვალისწინებით ირაკლი, რაზეც ახლა თქვენ საუბრობდით, იმის გათვალისწინებით, რომ დაყარეთ მანდატები, უარი თქვით ამდენჯერ, იმის გათვალისწინებით, რომ მამუკა და ბადრი მართლა ელენესთანაც თქვი და ეხლაც გავიმეორებ, საკუთარი ფეხი წავიდნენ ციხეში, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, როცა უარს ამბობდნენ, წულუკიანის ეგრეთ წოდებულ კომისიაზე გამოცხადებულიყვნენ, რომ ეს ყველაფერი ციხით დამთავრდებოდა, ანუ შეგნებული არჩევანის მიუხედავად. მე ვამაყობ მათი ამ არჩევანით. რა თქმა უნდა, მათ მიიღეს პრინციპული ეს გადაწყვეტილება, მაგრამ აი ამ ფონზე ზუსტად, რასაც თქვენ საუბრობთ, ეხლა ადგილობრივ არჩევნებზე გასვლამ დაგაშორა თქო აი ამ პროტესტს. გულისხმობ რას ამ შემთხვევაში? მესმის, როცა ამბობთ, რომ იქნებით ყველგან, სადაც ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა იქნება, მაგრამ აი ეხლა უყურეთ თქვენი ოპონენტი, ვინც თქვენს წინ იჯდა, ასე მოიტანა ამ ცხოვრებამ და თქვენმა გადაწყვეტილებამ, რომ დღეს უკვე ერთმანეთის ოპონენტებს გიწოდებთ თქვენ და მაგალითად ელენე ხოშტარიას. ეს ხალხი, თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ თქვენ რომ არ მიგეღოთ ეს გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობაზე, მაშინ მარტო დარჩებოდა ქართული ოცნება, ხო? აი ამაზე რა გაქვთ პასუხი? მართლა იმდენჯერ გვიკამათია, იმდენჯერ გქონია მე და თქვენ, მე და იგივე მამუკას გქონდა ამ თემაზე საკმაოდ მწვავე დებატები, ლელოს სხვადასხვა ლიდერებთან გქონია. თქვენ იცით ეს ჩემი კითხვები და მაინც მიწევს, რომ გავიმეორო, ხო? რჩებოდა მარტო ოცნება საკუთარ არჩევნებთან, საკუთარ ცესკოსთან, საკუთარ გაყალბებულ არჩევნებთან და უცებ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება. რა შედეგებს მივიღებთ? აი ძალიან მარტივად შევხედოთ. ქართული ოცნება არის ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ეს მძიმე მდგომარეობა ჩვენ ყველამ ერთად შევუქმნით ქართულ ოცნებას დელეგიტიმაციით. მათ შორის შემოვიტანოთ რეზოლუციების საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. 3 პუნქტად ბოლო გამოქვეყნებული რეზოლუციები, რომელიც ევროსაბჭომ, ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა, იყოფა 3 პუნქტად. პირველი არის ლეგიტიმაციის საკითხი, სადაც ნათქვამია ინგა,
რომ ქართული ოცნება არის არალეგიტიმური ხელისუფლება. ეგრეთ წოდებული დე ფაქტო ხელისუფლება, როგორც აი მაგალითად ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმია. არ გაწყვეტინებ, თორე კითხვა უკვე გამიჩნდა, რომ იცოდე. აი ლოგიკური ჯაჭვის შეკვრის შესაძლებლობა მეცეთ და გიპასუხებ. პირველი, ლეგიტიმაცია არ აქვს ქართულ ოცნებას და რას ამბობს ეს რეზოლუციები? ლეგიტიმაცია არ ექნება მანამ, სანამ არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები. ლეგიტიმაციის საკითხი მოხსნილია საერთოდ. აი, მაშინ უნდა გაგაწყვეტინოთ, ვიდრე მეორე და მესამეზე გადახვარ. როგორ არის მოხსნილი ლეგიტიმაციის საკითხი? იმიტომ რომ ოცნება ვერ ეღირსა, ვერ ჩიდა ლეგიტიმაციას, ვერც გარე ლეგიტიმაციას და თქვენი ამ მონაწილეობით არჩევნებში გინდათ თუ არ გინდათ, მაინც გამოდის რომ ოცნების მიერ დანიშნულ არჩევნებზე გასვლით ლეგიტიმურობას ძენთ მათ არსებობას ხელისუფლებას. მე რა მიკვირს ხოლმე, იცით? ამას ამბობს ქართული ოცნება. ქართული ოცნება ამბობს ამას იმისთვის, რომ სცადოს ლეგიტიმაციის მინიჭების მცდელობა პროპაგანდისტულად წარმოაჩინოს. მე მიკვირს, როცა ამას ოპოზიციონერები მისვამენ. თქვენ მისვამთ, იმიტომ რომ აქტუალურია, ხო? ვიღაცეები მისვამენ ამ შემთხვევაში. მე მიკვირს, როცა ოპოზიციონერები მისვამენ, იმიტომ რომ ევროპარლამენტი ცალსახად ამბობს, რომ არალეგიტიმურია ქართული ოცნება და არალეგიტიმური იქნება მანამ სანამ არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები. შუაში რაც არ უნდა იყოს, ლეგიტიმაციას არ უცვლის არაფერს, იმიტომ რომ ლეგიტიმაციას ხელისუფლებას ძენ საპარლამენტო არჩევნები. დარწმუნებული ხართ იმიტომ რომ აი ეს რეზოლუციები, გადაწყვეტილებები, რაზეც თქვენ აკეთებთ აქცენტს, მოიტანათ სწორედ აი ამ ბოიკოტმა, რაც ამდენი ხანი იყო. არა, ეს იყო დელეგიტიმაციის პროცესი, რაც გავაკეთეთ ყველამ ერთად და ერთ-ერთი პირველები ვიყავით ჩვენ, რომელმაც მანდატებზე ვთქვით უარი, ვთქვით ყველაფერზე უარი, მათ შორის იმუნიტეტებზე მიუხედავად იმისა, რომ დაკავების რისკი თავიდანვე ვიცოდით, რომ არსებობდა. ლეგიტიმაციის საკითხი ჩავლილია, დაახრიალა, წარსულს ჩააბარა ევროსაბჭომ და ევროპარლამენტმა. და ითქვა, რომ არალეგიტიმურია და არალეგიტიმური იქნება მანამ სანამ არ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. და არალეგიტიმურ ძალასთან ერთად ლეგიტიმაციის საკითხი მოხსენით. არა მხოლოდ ევროსაბჭო და ევროპარლამენტი. 17 უპრეცედენტო განცხადება გაკეთდა ევროკავშირის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა. თქვა, რომ ეს ხელისუფლება იგივე თქვა, არის არალეგიტიმური და ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რომ ლეგიტიმაციის საკითხი საერთოდ დაბრუნდეს დღის წესრიგში. სხვა ახსნა არ არსებობს. და მათ შორის ბრიტანეთი არ ფიქრობ კი არა, მე კი არა, ევროსაბჭო არ ფიქრობს, ევროპარლამენტი არ ფიქრობს. კარგი, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ირაკლი მიკერძოებულია და რაღაცა თავისი განმოსახედიდან საუბრობ. ევროპარლამენტიც ამას ამბობს. ევროსაბჭოც ამას ამბობს. გეტყვით, რო დაგვეტოვებინა რა იქნებოდა? აი მაინც ვერ მივიყვანე ეს სამი პუნქტი. პირველი ლეგიტიმაციის საკითხი, რომელიც მოხსნილია და მოხსნა ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ და 17-მა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ეგრეთ წოდებული ბრალდება იმის შესახებ, რომ სტატუს კვოსთვის გამოიყენებს ის ფრაზა, რომელიც ევროპარლამენტში ჩაიწერა, ხო, ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ყველაზე პრობლემურ საკითხებს ვეხები, არ გაურბივარ, პირიქით თავად შემომაქვს. სტატუს კვოს შექმნისთვის გამოიყენებსო, ახალი სტატუს კვოს შექმნისთვისო. და მარტო რო დარჩეს და 40%-იანი აქტივობა დადოს თვითმმართველობის არჩევნებზე, ამას არ გამოიყენებს. მარტო იქნება და კონკურენციის გარეშე ქართულმა ოცნებამ მინდა რომ შეძლოს 40%-იანი აქტივობის დადება მარტო. ამით ლეგიტიმაციისთვისაც გამოიყენებს და მათ შორის წინა არჩევნების ლეგიტიმაციისთვისაც გამოიყენებს და იტყვის, რომ თქვენ კი მედავებით მე რომ გავაყალბე, მაგრამ კონკურენციის გარეშე, სადაც აი წაგების რისკი, საერთოდ კონკურენცია როცა არის, ამორჩეველი უფრო მეტად აქტიურია, რომ მივიდეს საარჩევნოებამდე. კონკურენციის გარეშე მიიყვანა 40%. თვითმმართველობის არჩევნებზე 40% ძალიან მაღალი შედეგია. ეხლა რა მოცემულობა? პუნქტი, რომლის მიხედვითაც თქვენ სვამთ შეკითხვას. რომ რა იქნებოდა ბოიკოტის შემთხვევაში. ბოიკოტის შემთხვევაში იქნებოდა ესეთი რამ. ქართული ოცნება ყველგან 100%-ით გაიმარჯვებდა. არ დაჭირდებოდა არანაირი გაყალბება, ზეწოლა, მუქარა და ასე შემდეგ, არანაირი და 100%-ით საქართველოს ყველა წერტილში გაიმყარებდა ძალაუფლებას. ეს ნიშნავს უზარმაზარ მხოლოდ თბილისში 1.5 მილიარდზე წვდომას. 1.5 მილიარდ, რომელიც იყენებს შემდეგ მოქალაქეების წინააღმდეგ. მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს.
არაფერს ვამბობ იმ წმენდაზე, რასაც ისინი მერიაში, საკრებულოებში, საბავშვო ბაღებში, სიპებში და აიპებში აკეთებენ. ამ მოქალაქეებს დაცვა ჭირდებათ. ვიღაცები დასცინიან ამ არჩევნებს, ეგრეთ წოდებულ არჩევნებს ვეძახით და ვიღაცებს უკვე რატო ეძახიან თუ შედიანო. იმიტომ ვეძახით ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, რომ ეს არ იქნება ტრადიციული არჩევნები. მართლა ბრძოლისველი იქნება ეს. ვიღაცები ქართული უთანასწორო ოღონდ. რა თქმა უნდა უთანასწორო. სად იყო თანასწორო არჩევნებში რომ შევედით. რომელსაც უნდა ინგა, რომელი არჩევნები იყო, როცა თანასწორო პირობებში შევედით? ყველგან უთანასწორო ბრძოლა შევედით. 2012 წელი უთანასწორო ბრძოლა არ იყო? ყოველთვის ესეა. ხელისუფლების ცვლილების ორი გზა არსებობს. ან რევოლუცია, ან არჩევნები. არჩევნების გზით ცვლილების შანსი არის ის, რომ გაყალბების მიუხედავად იმდენად მაგრად უნდა მოუგო ხელისუფლებას ისეთი ფორით, რომ ვერც გაყალბებამ ვერ უშველოს ქართულმა ოცნებამ. გეტყვით. ბოლოს შედეგები რაც დაიდო. ინგა თხოვნა მაქვს, ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვებს მისვამთ და პასუხი შესაძლებლობა რომ მოგცეთ. პირველი, ჩვენ არ გვინდა რომ ქართულ ოცნებას მივცეთ ძალაუფლების კონსოლიდაციის შესაძლებლობა და მარტო დატოვებით ის ამ კონსოლიდაციას ახერხებს. ანუ აკუმულირებას აკეთებს მთელი ძალაუფლების. მე გეტყვით თითქმის დარწმუნებით, ვიცი, ძალიან სანდო წყაროსგან, რომ 6 დღის წინ შედგა ქართული ოცნების არაფორმალური პოლიტსაბჭოს ხდობა. სადაც იყო საკმაოდ დიდი დაპირისპირება ქართული ოცნების ორ ფლანგს შორის, განხილვის ერთადერთი საკითხი არსებობდა. ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის საკითხი. ორი ფლანგი ვინა? ეს ორი ფლანგი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა არჩევნების ჩანიშვნის დროში. კალაძე, რომელსაც ნათლად იცის თავადვე, რომ ძალიან ცუდი რეიტინგი აქვს თბილისში, მან იცის ეს ინფორმაცია კვლევებზე დაყრდნობით, ძალიან ცუდი რეიტინგი აქვს. პირველი 3 სიტყვა, რაც ახსენდებათ კალაძესთან მიმართებით, ეს არის კორუფცია, არაკომპეტენტურობა და უსაფრთხოების საკითხები. უსაფრთხოებაში გულისხმობთ აი ის, რაც მოხდა სადგურის მოედანზე, ჩამონგრევა, სიკვდილი, პარკებში ადამიანების ბავშვების დაღუპვა, ორმოებში ბავშვების ჩავარდნა და ასე შემდეგ. ეს 3 რამ ახსენდებათ კალაძეს. და კალაძე მიცის ეს შედეგი და ამბობდა ამ პოლიტსაბჭოს ხდომაზე, რომ არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაინიშნოს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად. ეს მას გარანტიას მისცემდა, რომ მეორე ტურის გარეშე შეძლებდა რაღაცა გამარჯვებას. კალაძეს უნდა საპარლამენტო არჩევნები თვითმმართველობასთან ერთად და კობახიძის პოზიცია იყო ის, რომ შევიდეთ თვითმმართველობის არჩევნებში, მოვიგოთ და ვცადოთ, რომ ყველგან მოვიგოთ და ძალაუფლება გავიმყაროთ და შემდეგ უკვე გაზაფხულზე ჩავნიშნოთ არჩევნები, იმიტომ რომ წლის ბოლო მოდის, წლის ბოლოს არჩევნების გამოცხადებასთან ერთად არჩევნები გადადის 2026 წელს. ცალსახად შემიძლია ვთქვა და გავიხსენებთ ჩვენს ამ ეთერს. კობახიძის პოზიციამ გაიმარჯვა, რაც უნდა უცნაური იყოს ამ დისკუსიაში მათ პოლიტსაბჭოზე. მე გაგახსენებთ ამას, რომ 2026 წლის გაზაფხულზე ჩვენ ვიხილავთ საპარლამენტო არჩევნებს. ახალ საპარლამენტო არჩევნებს ჩემი აზრით ისევ ცუდი წესებით, ისევ ცუდი მოცემულობით, მაგრამ ვიხილავთ საპარლამენტო არჩევნებს და ქართულ ოცნებას უნდა რომ მანამდე ჩვენ ახლა ვართ A პუნქტში. C პუნქტი არის საპარლამენტო არჩევნები და შუაში შემოგვიგორეს B პუნქტი და მათ შორის დათიშულობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც ცუდია, იმისთვის რომ ჩვენ გაგვაძევონ პოლიტიკიდან გაგვიყვანონ, პოლიტიკიდან გასვლა რა არის? პოლიტიკა არის ქუჩაც და მათ შორის პოლიტიკური პროცესიც. პარლამენტიდან თავად გავედით, საკრებულოებიდან ნაწილი ოპოზიციის თავად გადის და მეორე ბრძოლაში უნდა შევიდეთ, ხო? უნდა ვიბრძოლოთ, რომ რაც კი შესაძლებელია ძალაუფლების ნაწილი გამოაცალო. აი ეხლა ერთი წუთით, ვიდრე გამოაცალოს როცა ახსენებთ, ვიდრე ადან C პუნქტამდე მიხვალთ, ხო? მათ შორის გამოგლიჯო, რომელიც ეს რაღაც სიტყვა იქცა. ვიდრე ადან C პუნქტამდე მიხვალ. მანამდე რაღაც შედეგი ხო უნდა დაიდოს, ირაკლი. ბოლოს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის შედეგი რაც დაიდო, ეს იყო 4 ოპოზიციური ჯგუფის მიერ დადებული შედეგი. დღეს ლელო და გახარია თუნდაც იმ თავისი მემორანდუმით განა ისეთ რა შედეგს ელოდებით აი ამ ყველაფრის მკადრებელი გამყალბებელი ქართული ოცნებისგან რომ თქვენ დაუშვათ რომ ის 40 კი არა 60%-ს არ დაიწერს სამარჩევნებს აი რა შედეგს ელოდებით ასე პასუხობთ ძალიან მარტივი პასუხია გააყალბებენ ყველაფერს ძალიან მარტივი პასუხია თქვენ ორნი აწევთ იმას 4 მარაც და აქ ორზე არ არის საუბარი აქ ორზე არ არის რო ამბობენ ხოლმე 8 პარტია მე
ვცდილობ ხოლმე რომ არ ვუპასუხო არანაირ ბრალდებას, იქ ღალატი, გარიგება, რა თქმა უნდა. არ ნერვიულობთ? კი, განვიცდი ადამიანურად, იმიტომ რომ არ ვიმსახურებთ. აი პროტესტის მონაწილე რიგითი მოქალაქეების გარაც გესმით ეს განერვიულებთ? არ გვსიამოვნებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ განცდა გვაქვს, რომ ბრძოლაში ვართ, ჩვენი მეგობრები პატიმრობაში არიან, ყოველდღიურად ჩვენზე არის თავდასხმა. აი რამდენიმე დღის წინ 4 ადამიანი გამტაცეს, მნიშვნელოვანი ფიგურები ჩვენ საქმიანობაში და იზოლატორებში ვეძებდით. ყოველდღიურად ამ წნეხის ქვეშ ვართ და ამ დროს ვიღაც რო გამოდის, რომელიც სამწუხაროდ 13-ში, 14-ში, 15-ში მე ქუჩაში არ მახსოვს. არავის არ ვატოლებთ ბრძოლის გამოცდილებას და დროს, მაგრამ მაინც სამწუხაროა. ეს გადავდოთ გვერდით. ახლა მნიშვნელოვან შეკითხვას დაუბრუნდეთ. რატო ეგეც საინტერესოა. ადამიანები ვართ და როცა ამდენ შრომას დებ პროცესში და იცი რომ მართალი ხარ, იცი რომ ეს შენი სტრატეგია, მათაც იციან, მე დარწმუნებული ვარ, იციან რომ ჩვენ უბრალოდ განსხვავებული სტრატეგია ავირჩიეთ, რომელზეც დარწმუნებული ვარ დრო აჩვენებს რომ სწორი იყო. ხო და აი როგორ აჩვენებს დრო? აი მითხარით აწევთ თქვენ და გახარია და კიდე არ ვიცი შემოვა თუ არა ვინმე ანადოლიძეზე არის ინფორმაცია და ვანოცებ ხუჩაბაც ჩვენი სტუმარი იქნება ანადოლიძე და იტყვის თავის საკითხს. ბრალდებებს არ პასუხობთ მეთქი, რატო არ პასუხობთ ბრალდებებს ძალიან მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ საპასუხო არა გვაქვს კი არა. ეხლა დრო გავბრაზდები ხოლმე გონებაში ყველა არგუმენტი, ფაქტი, წარსული წყენა, მათი შეცვლილი პოზიციები, ყველაფერი მახსენდება, მაგრამ არ ვაძლევ საკუთარ თავს ამის უფლებას მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩვენ ერთობას აქამდეც ვუჭერდით მხარს, ვმუშაობდით ამ ერთობას და ამიტომ დაგვაგვიანდა გადაწყვეტილების გამოცხადება, იმიტომ რომ ვცდილობდით ოპოზიციური ლიდერებთან შეხვედრები ქონდა, კომუნიკაცია ქონდა და რაღაც მომენტში ამ ოპოზიციურმა ლიდერებმა 8 პარტიას რო ეძახია, სინამდვილეში 2-2-ზე გაიყო, შუაზე გაიყო ოპოზიცია, შუაზე გაიყო სინამდვილეში, რაოდენობრივად რამდენიც არ უნდა შუაზე გაიყოფა ის შედეგიც, რაც გაყალბებული არჩევნების მიუხედავად არ ვფიქრობ ეგრე რომ იქნება, იმიტომ რომ მე მაქვს ადამიანების, მოქალაქეების გონიერების იმედი, იმიტომ რომ ბოიკოტი არის მკვდარი თემა, მკვდარი სტრატეგია, მკვდარია ბოიკოტი. ეს გუწრფელად უნდა ვთქვათ, როგორც არ უნდა ეწყინოთ ჩვენს კოლეგებს პატივცემთ მათ არჩევანს, არ ვაკრიტიკებთ, არ ვლანძღავთ, არ ვეძახით რაღაცა საშინელ სიტყვებს როგორც გვეძახიან, მაგრამ ეს არის მკვდრად შობილი იდეა. მე არ მჯერა ისეთი იდეის, რომლის საბოლოო შედეგიც იქნება ქართული ოცნება საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში უფრო მეტად ძლიერი, უფრო მეტი წვდომით საბიუჯეტო სახსრებზე, უფრო მეტი წარმომადგენლობით და პლუს ამ ყველაფერს გამოიყენებს რეპრესიისთვის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. მე ამის არ მჯერა. აქეთ მხარეს არის შანსი. რისი შანსი? რისი? თბილისში, როცა ჩვენ საუბრობთ, რომ 66% მხარს უჭერს პროდასალურ ოპოზიციას, 66% და 25% ქართულ ოცნებას, ამ ლიდერებმა თქვენთან ეთერშიც მათ შორის და სხვა ეთერებში, რომ ნუ ღარ გვისვამთ ნურც პოლიტიკოსები და ნურც ჟურნალისტები შეკითხვას, მონაწილეობთ თუ არ მონაწილეობთ ამ ბრძოლაში. აღარ გკითხოთო ხო თქვენს. და ჩვენც რაღაც ეტაპზე გავეშვით. პოლიტიკურ ლიდერებთან კომუნიკაციას გავეშვით, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ, მე პირადად, ჩემი მეგობრები, გავაგრძელებთ კომუნიკაციას იმ ამომრჩეველთან. იმ ამომრჩეველს არ უნდა. გასაგებია, მაგრამ ეს არ უნდა რაღაცას ხო ემყარება. ეს არ უნდა რაღაცას ხო ემყარება. შედეგზე უნდა ვილაპარაკოთ, ხო ეხა ჩვენ ანუ გამოგლეჯვა. ინგა, ეს კვლევა როგორ უნდა დადოთ ხო უნდა დავარწმუნოთ. იმ უმრავლესობას ამომრჩეველს. უნდა დავარწმუნოთ და გესმის, ანუ უნდა გვესმოდეს როგორ უნდა დავარწმუნოთ ეს ადამიანები. გეტყვით. თქვენ ხართ აი მაგალითად ბოიკოტის მხარდამჭერი მოქალაქე, რომელსაც არჩევანი გაქვთ მკვდრად შობილ იდეას შორის, რაც არის ბოიკოტი და აქეთ გაქვთ არჩევანი შანსს შორის, გამარჯვების შანსს შორის, სადაც განცდა რომ 66% ხართ თქვენ. ესენი არიან 25%. აქეთ არის ბოიკოტი, რომელიც არაფერს არ გაძლევს და ეს შანსს გაძლევს, რომ შენ თბილისში საქართველოს ნახევარში თითქმის დაამარცხო ქართული ოცნება. არ მოყვები, თუ არ მოყვები, მე როგორ ვიღებ ამ შანსს? შანსებს რატო არ მიყვებით? რატო არ მიყვებით იმ შესაძლებლობას? აი თქვენ გეკითხებით. რატო არ მიყვებით იმ შესაძლებლობას? თქვენ როგორც მოქალაქე და თქვენ გარშემო მოქალაქეები რომ დაარწმუნოთ, მიხვიდეთ და მხარი დაუჭროთ პროდასალურ ოპოზიციას. მიუხედავად იმისა, რა სიტყვის ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მაგრამ ამ ხალხის პოზიცია რას ემყარება, რომ ეს ყველაფრის მკადრებელი და გამყალბებელი ოცნება. ეს არის ყველაფრის მკადრებელი, გამყალბებელი, ნაძირალა.
ძალადობრივი რეჟიმი, რომელიც რუსულ დავალებებს ასრულებს. მათთან შესვლა ამ არჩევნებში ეს იქნება მათი გაცოცხლება, ლეგიტიმაციის. ხო და ლეგიტიმაციაზე ხო ვთქვით, მე არ მithქვამს, ევროსაბჭომ და ევროპარლამენტმა თქვა და ეს არგუმენტი მოხსენით, თავად ბოიკოტისტები აღარ იყენებენ ამ არგუმენტს, ინგა. ამიტომ ვამბობ, რომ თქვენ ამბობთ მკვდრადშობილ იდეას შორის და ძალიან მნიშვნელოვან რეალურ შანსს შორის, აი ამ სხვაობას. როგორ შეიძლება ეს შანსი არ გამოიყენოთ? 66%-მა მოქალაქეების, თქვენ როგორც ბოიკოტის მხარდამჭერი მოქალაქე, როგორ შეიძლება ეს შანსი არ გამოიყენოთ და არ მიხვიდეთ არჩევნებზე, ქართულ ოცნებას კიდევ პროტესტი არ გამოუხატოთ. როცა ვამბობთ, რომ პროტესტია, ჩვენ ქუჩაშიც პროტესტში ვიქნებით და აქაც პროტესტი, არჩევნებიც პროტესტია. ის ჯუმი უმრავლესობა, რომელიც რეპრესიის ქვეშ არის, 750,000 სოციალურად დაუცველ, რომელიც ამ ქვეყანაშია, მათ რომ მოუწევთ არჩევნებზე მისვლა, რეპრესიის გამო თუნდაც, თქვენ მარტო რატო ტოვებთ ქართულ ოცნებასთან? კითხულობ და იმიტომ ტოვებთ, რომ გაქვთ განცდა, რომ რაღაცა აქეთ არსებობს და რა მომავალი აქვს? 5 ოქტომბერი რომ გათენდა, რა ხდება? ეხლა მე უნდა დამესვა ეს კითხვა, ბოლო კითხვა იქნება დღეს ეს ჩემი. ეს პროცესი მე რა ხდება თუ ვერ დაიდება ის შედეგი, რასაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს პოლიტიკური პროცესი არის ლამის მეცნიერებასავი წარსული გამოცდილებები ძალიან მნიშვნელოვანია. 2020 წელს ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში რომ მონაწილეობდით, მაშინაც იყო გაყოლბების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი და მეორე ტურები 18 სამაჟორიტარო ოლქში. დავაბოიკოტეთ. 18 ოპოზიციონერი გავიდა მაჟორიტარო ოლქში, რაც იყო ნახევარ საქართველოზე მეტი, 60-70% იყო და ახლა მაშინ 30 მაჟორიტარო ოლქი იყო. რა მოხდა იცით მეორე ტურში? სადაც კონკურენცია არ იყო, არავინ, ყველამ რამდენიმე პარტია იყო მეორე ტურში გასული. ყველამ ვარი ვთქვით არჩევნებზე, დავაბოიკოტეთ. ნიკა მელიამ გლდანში დაბოიკოტებულ არჩევნებში, არარსებულ არჩევნებში მეორე ტურში აიღო 14 თუ 15% ზუსტად არ მახსოვს. ანზორ მელიამ ზუგდიდში, ბოტკოველმა გიორგიმ თელავში, ლევან ვარშალომიძემ, ალეკო ელისაშვილმა, სხვებმა აიღეს საშუალოდ 12 და 15%-მდე. არ არსებობს ბიულეტენიდან ამოღების შესაძლებლობა აღარ არსებობდა ამ პროცესში. თუმცა დაბოიკოტებულ არჩევნებში და ამის პარალელურად ქართულმა ოცნებამ რა შეძლო, ვიცით? 17,000-ით მეტი ხმა იყო ვიდრე პირველ ტურში. ამას ხო მარტივი ლოგიკა ჭირდება, ეს ყველაფერი ჩართო და გადათვალო, რომ იქ საარჩევნო უბნებზე მიდის ის მოქალაქეები, რომლებიც ან იძულებულები არიან მივიდნენ, ან ამ ბრძოლის გზას ემხრობიან, რომ მივიდნენ და პროტესტი ესე გამოხატონ, როგორ შეიძლება ეს ადამიანები ქართულ ოცნებასთან მარტო დატოვო პირისპირ და თუ არსებობენ ამ ქვეყანაში ბოიკოტის მხარდამჭერი მოქალაქეები, არსებობენ ამ სტრატეგიის მხარდამჭერი მოქალაქეებიც და ვისაც გვჯერა და ამ სტრატეგიაში ვხედავთ გამოსავალს, რომ ქართულ ოცნება დავასუსტოთ უფრო მეტად და სადაც შესაძლებელია თუ თქვენ დაგარწმუნებთ იმ 66%-ს, მაშინ გამარჯვებაზეც ვისაუბროთ, მიუხედავად იმისა, რამდენი პარტია მიიღებს მონაწილეობა. პარტია ხო არ არის რაღაცა მონოლითი. ეს ადამიანებისგან შედგება, მოქალაქეები. ის ადამიანები უნდა დაფიქრდნენ მკვდრადშობილ იდეას შორის და შანსს შორის. შანსს, სადაც შეიძლება ივანიშვილი დამარცხდეს. დიდი მადლობა, ირაკლი და მერობის კანდიდატი გეყოლებათ? აუცილებლად გვეყოლება. ჩვენ შევთანხმდით იმაზე გიორგი გახარიას გუნდთან ამ მემორანდუმის სახით, რომ ერთმანეთთან კონკურენციაში არ შევდივართ, გვეყოლება ერთი მერობის კანდიდატები, ერთი მაჟორიტარობის. საუბრობთ, ვესაუბრებით, მათ შორის არ დავმალავ და ვიტყვი, სოციოლოგიურ კვლევაც გვაქვს დაკვეთილი. ეს სოციოლოგიურ კვლევას ხშირად რო ახსენებთ, ხოლმე ხალხს უკვირს, რომ რა არის ესეთი ეს საოცარი სოციოლოგიური კვლევა. სინამდვილეში ეს არის ხალხს ვკითხოთ აზრი. ხალხს ვეკითხებით, ვინ არის მისთვის უფრო მეტად მისაღები კანდიდატი და რაც გამოვლინდება ამ პროცესისგან, ადამიანები, მოქალაქეები, პოლიტიკოსები ერთად გადავწყვეტ და მივიღეთ გაწყვეტილება, ვინ უნდა იყოს ეს კანდიდატი. დიდი მადლობა, ირაკლი, მადლობა დიდი, რომ იყავით ჩვენი იმედი მაქვს, რომ თქვენ როგორც იმ 66%-ის ერთ-ერთი მოქალაქე დაფიქრდებით ამ შანსზე, რომ რა ჯობს უმოქმედობა, პასიური ბრძოლა თუ აქტიურ წინააღმდეგობაში ყოფნა და მე მინდა ბრძოლა უფრო აქტიურია ხოლმე, მე ასე ვხედავ. ვერ გაგეთანხმებით, აი მაგალითად ვნახოთ აი ამ 2 თვის განმავლობაში, რაც გველის წინ ძალიან მძიმე 2 თვე, დაინახოთ სად ვიქნებით ჩვენ, სადაც თავს დაგვესხმებიან აუცილებლად ამისთვის მზად ვართ. შეიძლება ყველა რამდენიმე ფლანგიდან ვიქნებით წინააღმდეგობაში, ბრძოლაში თბილისსა და რეგიონებში და რა შედეგი შეიძლება მოყვეს ბოიკოტს. ბოიკოტის კამპანია რა უნდა იყოს, ეგეც კი არ მესმის. მაგრამ დარწმუნებულია, რომ 2 თვე არის მნიშვნელოვანი დრო, თქვენ დაფიქრდეთ და თქვენს მსგავსად ადამიანები და უნდა ვთქვათ ის, რომ განწყობები იცვლება.
ამ განწყობების შეცვლას ჩვენ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ, მათ შორის ჩვენი თავგანწირვით.